გამარჯობა. მოგესალმებით ის არხზე. დღევანდელ ეპიზოდში მინდა გაჩვენოთ ჩვენი ახალი მოდელი 8.2 ინჩი 210 მმ. ამ ეტაპზე ის მხოლოდ ერთ ზომაშია ხელმისაწვდომი. ეს არის კიდევ ერთი სატყუარა ის სერიიდან. ასე რომ გეპატიჟებით უყუროთ ახალ ეპიზოდს. არის სატყუარა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ეს ვერტიკალური მეთოდით თევზაობისთვის. ის შესანიშნავად მუშაობს აგრეთვე ნასროლი თევზაობის დროსაც. შეგიძლიათ დაამაგროთ იგი როგორც სპეციალურ სამაგრზე, ასევე ჩვეულებრივ სტანდარტულ ჯიგის თავზე ან ვოლფრამის თავზე დამატებითი კაუჩით. ასევე არსებობს უამრავი სხვადასხვა სამაგრის მეთოდი, რომელთაც ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ. ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთ ზომაში, როგორც უკვე ადრე ვთქვი. ამ სატყუარას წონა აქვს 30 გრამი, სიგრძე კი 8.2 ინჩი, ანუ 210 მმ. შეფუთვაში არის ერთი ცალი. ფერები 12-ია, ზუსტად ისე როგორც სერიის ყველა მოდელში. ამ ეტაპზე თითოეულ მოდელს 12 ფერი აქვს. ამ ფერთა გამას მომავალში კიდევ გავაფართოებთ და გავზრდით, მაგრამ ეს უკვე შემდეგი სეზონისთვის იქნება. ამ ეტაპზე ბლეიკის 12 ფერი არსებობს. ეს ფერები პირადად ჩემთვის შევარჩიე და დავაპროექტე. ვფიქრობ, ეს არის გამოცდილი და ეფექტური ფერები. შეიძლება ყველა წყალში არ იმუშაოს, მაგრამ მგონია, რომ თითოეული თევზმჭერი თავისთვის რამეს შეარჩევს. ბლეიკი მოკლედ სატყუარაზე. სატყუარა, რომელიც ზუსტად იმეორებს თევზის ქერცლის სტრუქტურას. გცადეთ, რომ სატყუარაზე ყველაზე პატარა დეტალებიც კი არ მოგვეჩინა. ეს არის ტიპური უკლეის ფორმა პინთეილით, ანუ ელიფსის ფორმის კუდით, რომელიც შესანიშნავად გადასცემს მოძრაობებს, როდესაც ვერს ვამუშავებთ. სხვათა შორის, თავადაც გადაამოწმეთ აკვარიუმში. აქ, როგორც ხედავთ, უკვე რამდენიმე სატყუარა აღჭურვილია. პირველი ვარიანტიდან სატყუარა ამ ეტაპზე კაუჩით აღჭურვილი არ არის, მაგრამ გვინდოდა გეჩვენებინათ, როგორ შეგიძლიათ მოარგოთ სხვადასხვა წონის თავები, რომლებიც ხელმისაწვდომია ქსელში. უბრალოდ მოაჭერით სატყუარას თავი და მოარგეთ კორპუსს. აქ ასევე გვაქვს მაღაზიაში ნაყიდი თავები, შერჩეული ორმაგი ბრუნვის სამაგრით, ერთმაგი ბრუნვის სამაგრით და ვამაგრებთ კაუჩს. აქ, როგორც ხედავთ, არის ვოლფრამის თავი, რომელიც გამოიყენება ეს ლამპარის მეთოდით თევზაობისთვის ახლა ასე ეძახიან. ასევე გამოიყენება სანდაჭის და საჭერად წყლის სიღრმეში, მაგრამ ნასროლიდან. ასევე აქ, ნასროლის დროს ვიყენებ სხვადასხვა ვარიანტს აღჭურვილობის მხრივ და პირადად მე ვიყენებ 5-7 და 10 გრამიან თავებს, შემოხვევებს ან ვოლფრამის თავებს. როგორც აქ ხედავთ, დამატებით ვამაგრებ კაუჩს, კაუჩის ჯავშნით ჯიგის თავის ნაცვლად. ასევე შესაძლებელია აღჭურვა ჯიგის თავით. მე ვიყენებ ვოლფრამის ჯიგის თავებს. ასევე შესაძლებელია უფრო მსუბუქად აღჭურვა, მაგრამ მგონია, რომ წყლის სიღრმეში თევზაობისას კაუჩი ბევრად უფრო ეფექტურია, როცა საქმე ცარიელ კბენებს ეხება. ამიტომ უფრო გირჩევდით თევზაობას კაუჩით, ჯიგის თავის ნაცვლად. ახლა გაჩვენებთ, როგორ უნდა აღჭურვოთ ასეთი სლაგის სტანდარტული შემხრელი თხოვის თავით და კაუჩით, ასევე თევზის სახის ფორმის თავით შარნირზე, ბრუნვასთან ერთად, ასევე კაუჩით. დანარჩენ არმატურებს, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენს ვებგვერდზე იპოვით. იქ სრულად არის აღწერილი ეს და არა მხოლოდ ეს სატყუარა, სადაც ნახავთ კაუჩების ზომებს, თვირთის ზომებს,
ამ თვირთის წონას და აღჭურვილობას, რომელიც სპეციალურად ჩვენი სათღვარებით თევზაობისთვისაა განკუთვნილი. ახლა გაჩვენებთ, როგორ უნდა აღჭურვოთ სლუგი ყველაზე მარტივი გზით. ანუ გვაქვს ბრუნავი კაუჩი, ორი დამაკავშირებელი რგოლის სტანდარტული სამკაპი, რომელიც შეიძლება არც კი იყოს ჩასაკეტავი, უბრალოდ სტანდარტული და ჯიგის თავი თევზის თავის ფორმით, რომელიც თქვით არის დამზადებული და ჩასახრახნია. პლუს მაგრატელი. მხოლოდ ეს გვჭირდება, რომ ყველაფერი სწორად ავჭურვოთ. თავდაპირველად ვიღებთ სათღვარას. ვიზომავთ სიგრძეს. აქ უკვე მაქვს გაზომილი და ვიცი, რომ საკმარისია ამ ადგილზე მოვჭრა. ვიღებთ მაგრატელს, ჭრით, უმჯობესია გრძელი მაგრატლით. ვახრახნავთ. სულ ოდნავ ნელა ვაცურებთ ჯიგის თავს. ვახრახნავთ და ყურადღებით ვამოწმებთ, სწორად მოვარგეთ თუ არა სათღვარა თავს. შემდეგ ვიღებთ ანკეს. მე ვამაგრებ რგოლს პატარა პინცეტით. სპეციალურ მოწყობილობებს რგოლების და სამაგრებლად არ ვიყენებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე ვისწავლე. ახლა ასე. ამ ანკეს შეგვიძლია ან დავამადროთ აქ პატარა ხრახნზე, შევაერთოთ კორპუსთან. ამ შემთხვევაში ორი წვეთი გარეთ დარჩება და ერთი მთავარი. ან არ გავაკეთოთ ეს ძალით, როგორც უმეტესობა აკეთებს, ანუ მთლიანად ჩაფარონ ანკესი. ხარად ეჭიროს და ლამაზად იყოს მორგებული. ასე არ გააკეთოთ. საკმარისია ანკესი ოდნავ შეერთოთ ისე, რომ ადვილად გამოვიდეს ჩვენი სათღვარიდან. ანუ ოდნავ ვამაგრებთ. ანკესის მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს. პირადად მე ასეთ დეტალებს ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ეს უკვე ალბათ გადაჭარბებაა. ასევე ახლავე გაჩვენებთ, როგორ უნდა დაატრიალოთ ამ ადგილზე სპეციალური ხრახნები, რომლითაც ანკეს ვამაგრებთ. ასევე არსებობს სპეციალური მაგნიტები ამ ხრახნებზე, სადაც შემდეგ ანკეს ვადებთ და ის რჩება საჭირო პოზიციაში. აი ასე გამოიყურება ჩვენი ზურგის ხრახნები, რომლებიც ანკესის პოზიციონირებისთვის გამოიყენება. ახლა გაჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. ვიზომავთ, სად გამოდის ანკესის მთავარი მკლავი. ვნიშნავთ თითით. შემდეგ ნელა ვარჩობთ და ფრთხილად ვატრიალებთ ჩვენს საყრდენს. ანკესი ძალიან მარტივად ამოდის აქედან, შემდეგ კი ვასწორებთ მას და როცა საყრდენი უკვე კარგად ჩახრახნულია, შემდეგ ვადერთ ანკესის მკლავს და ანკესი ლამაზად და ზუსტად ერგება კორპუსს. ასე რომ სამივე წვერი სრულიად ხელმისაწვდომია და მოხერხებულად განლაგებულია. ნახეთ. მეორე ვარიანტი, ასევე თევზის თავი მორგებულია, მოჭრილია. აქ ფერებიც კარგად არის შეხამებული და რაკაც ანკესი მზადაა პინებთან ერთად, ანუ არაფრის ჩახრახნა არ გვჭირდება. პინები უკვე მზადაა და ამ სამმა წვერმა უნდა მოგცეს ამის შესაძლებლობა. ვამაგრებთ და ვამაგრებთ ანკეს სპინებზე ისე, რომ ეგრეთ წოდებული საყრდენი არ გვჭირდება. აქაც გვაქვს სამი წვერი ხელმისაწვდომი. შემდეგი მეთოდიც იგივეა. ამჯერად თავი მოსახსნელია, ტყვით დამზადებული. ამ შემთხვევაში აქ თევზის თავს არ ვაჭრით, უბრალოდ ზამბარას ვახრახნავთ. შიგნით ჩვენი სათღვარის პირი. აქ ჩვენ გვაქვს თვის თავი. მივესალმების ბიჭებს. შესანიშნავი ბრენდია, რომელიც ძალიან კარგ ნივთებს აკეთებს, მაგალითად მაგრატლებსა და თავებს.
აქ რაც კრიტიკები ხედავთ, ყველადან არის. ასე რომ კიდევ ერთხელ მივესალმები ბიჭებს. აქ გვაქვს ჩვეულებრივი თავი. შეერთების რგოლი და ჩასაკიდი ანკესი. ვაკეთებთ იმავეს. ვაერთებთ ჩვენ სისტემას თავში. და ვამაგრებთ სატყუარას. ასევე შეგვიძლია ეს რეზინები ქვემოდანაც დავამაგროთ, როცა სანდერები არ იწევიან ზევით, იკვებებიან ძალიან ახლოს ფსკერთან და ჩვენ სატყუარას ზედმეტად მაღლა არ ვწევთ, ანუ ვაჩვენებთ სატყუარას ოდნავ ფსკერის ზემოთ. სანდერები მის ქვეშ მოდიან და ხშირად ამ დროს გვირთკამენ რეზინს და ხდება ეგრეთ წოდებული ცარიელი დარტყმები. ამ დროს ღირს სატყუარა მოხსნათ და ქვედა რგოლზე გადავამაგროთ, მაგრამ ამას ძირითადად ვაკეთებთ მეჩხერ წყალში ან მაშინ, როცა როგორც უკვე ვთქვი, სანდერები ძალიან მჭიდროდ არიან ფსკერზე მიბმულები. რაც შეეხება ნაპირზე ნასროლით თევზაობას, შეგიძლიათ ჩვენი სატყუარაც და არა მხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი ტიპის სატყუარა ასე აღჭურვოთ, მაგრამ ჩვენ ქსულ და მოკლე კაუჩი გვეჩვენებინა თქვენთვის. აქ მაქვს 4 ნულის ზომის კაუჩი, რაც შეიძლება ოდნავ მოკლე იყოს, 5 ნული უკეთესი იქნებოდა, თუმცა ამ სატყუარაზე მაინც მისაღებია. შემდეგ კი უნდა მიამაგროთ ლიდერი და პატარა სამკაპი, ზომა 6 ან 8. აქვე ამ ადგილას მაშინ ვაბამთ ლიდერს, რომელიც ან ფოლადისაა, ან სქელი სუმის ფრეთკისგანაა გაკეთებული, როგორც უკვე ვთქვი, რომ ადვილად არ გადაჭრას, რომ ქარი ხლაპიების კბილებმა არ გადაკვეთოს. ასე რომ ვფიქრობ, სლაგზე ეს ყველაფერი იყო. ერთადერთი, რაც არ აუნიშნე ისაა, რომ როგორც სახელიდან ჩანს, ბლეიკი არის უკლეია, რომელიც არა მხოლოდ სანდაჭებს იზიდავს, არამედ ქარი ხლაპიებსაც. პირადად მესულ ახლახანს მოვინადირე 173 სანტიმეტრიანი სუმი, როცა შვილთან ერთად ვიყავით თევზაობაზე. ასე რომ ვფიქრობ, ასეთ უკლეიას ნებისმიერი მტაცებელი სიამოვნებით შეჭამს. და შემდეგ სერიაში იქნება რაღაც სპეციალურად ქარი ხლაპიებისთვის. ეს პროექტი აქამდე გვართმევდა წილს, მაგრამ უკვე შემიძლია გაჩვენოთ. ესეც უკვე გამოცდილია. სხვათა შორის რამდენიმე ადამიანიც უკვე ამით თევზაობს. გაჩვენებთ ასე. ეს არის მესამე მოდელი 4-დან, რომელსაც წელს წარმოგიდგენთ და ეს არის 210 მმ, ანუ 8 ინჩი, ასე რომ ვფიქრობ, ეს ბაკაკიც მოგეწონებათ. ამ ბაკაკზე ვისაუბრებთ შემდეგ სერიაში, რაზეც გულწრფელად გეპატიჟებით. იმედია არ მოგაწყინეთ. მაშ შეხვედრამდე, იხავით კარგად.